Დაგლოცოთ და გახაროთ მაღალმოღმერთმა მეგობრებო, როგორც იცით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის ოფიციალური წარმომადგენელი რუსეთთან საუბარს იწყებს შემდეგ თემაზე, რომ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს აღარ მიიღებენ უარს ეტყვიან ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებას. სამაგიეროდ ამერიკა ბუნებრივია გარკვეულ დივიდენდებს მიიღებს რუსეთისგან, ესე იგი საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე ამერიკა ევაჭრება რუსეთს. პოლიტიკურ ვაჭრობას გულისხმობს. უკვე წლებია ალტიფოს ბიჭები და მთელი კონსერვატიული ფლანგი ხელისუფლებას მოუწოდებდა, რომ დაიწყო დიალოგი რუსეთთან და შეეთავაზებინა რუსეთისთვის, რომ ჩვენ უარს ვამბობთ ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებაზე და სამაგიეროდ სოხუმი და ცხინვალი, ანუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ შეგვეძლო მიგვეყიდა რუსეთისთვის ის, რაც სინამდვილეში არ არსებობს და არც არსებობდა არასდროს. ანუ ჩვენ არ ამიღებულობს არც ნატოში, არც კატოში და არც ევროკავშირში მეგობრებო. სამწუხაროდ ეს რეალობა, ეს შანსი ჩვენ ხელიდან გაუშვით სამაგიეროდ ქართული ოცნების დამსახურებით. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ საქართველოს ისტორიული მისია და მიზანი არის ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება. ეს კონსტიტუციაში გვიწერია. მე მინდა შევეკითხო ოცნების გამბრავებლებს, კონსტიტუციაში რო ჩაწერეს ეს იდიოტობა და ახლა შედეგი რო იდება ზუსტად ის, რასაც ალტიფოს ბიჭები და მთლიანი კონსერვატიული ფლანგი წლების განმავლობაში ეუბნებოდა ხელისუფლებას და არა მარტო ხელისუფლებას. შეკითხვა ასეთია: როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება, ანუ ქართული ოცნება პოლიტიკური იდიოტია თუ სახელმწიფოებრივი დამნაშავე? მეთქვა მშვიდობა მიცეს ჩვენს ქვეყანას, ეთმაინებოთ, რომ ჩემს ერს, ჩემს ქართველ ხალხს მიმადლოს უფალმა სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი და ერთი რიტორიკული კითხვა, რომელიც ყოველ ქართველს აწუხებს. ასე რომ იქცევით მეგობრებო, გვიშველებ არა მე ვითო? ერთ-ერთი გამოსავალი ისაა, რომ ვინც აზროვნებს, ვინც ხედავს საქართველოს პრობლემებს და ასევე ხედავს ამ პრობლემიდან გამოსასვლელ გზებს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება თუ ოპოზიცია და მთელი საზოგადოების დიდი ნაწილი ამის იგნორს აკეთებს, ჩვენ მაინც უნდა ვიბრძოლოთ, იმიტომ რომ ეს სამშობლო ჩვენია და არა იმათი, ვისთვისაც მხოლოდ საშოვარი და საშოვარი არის მთავარი. მეთქვა დალოცვილი გამყოფოთ, მეგობრებო, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ჩვენ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ საქართველოსთვის და მართლმადიდებლობისთვის. დაგლოცოთ უფალმა.